კამელია, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ეთერიდან გვერდება, უბრალოდ მიმდებარე ტერიტორიიდან. ბატონო ნიკა, დღემშვიდობისა. ლეიბორისტული კამელია გისმენთ, დიახ, გესმის. ბატონო ნიკა, ოპოზიცია დაუბრუნდა საკონსულტაციო ფორმატს, ივანიშვილმა ისევ მოახერხა თქვენი ერთად შეკრება. რაზე შეთანხმდით, რა მოილაპარაკეთ, როგორია თქვენი სამოქმედო სტრატეგია? დიახ, მადლობა მოცემული შესაძლებლობისთვის. არაუბრალოდ საკონსულტაციო ფორმატი აღდგა, რომელიც დროებით იყო მოქმედებაში არ იყო მოყვანილი ამ სახით, რა სახითაც დღეს შევიკრიბეთ, თორე სხვადასხვა კომუნიკაცია რა თქმა უნდა გქონდა პარტიებს, არამედ სამუშაო რეჟიმი განახლდა და სამუშაო რეჟიმი ბუნებრივია არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ საუბარს და არა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგება მით უმეტეს იმ აღმირახსნილობის საწინააღმდეგოდ, რომ რა გზასაც დაადგა ბიძინა ივანიშვილი. დიახაც, ჩვენ ამ ოფისში შეკრებილი პოლიტიკური პარტიები ბიძინა ივანიშვილის კონკურენტები არ ვართ. არ ვართ და ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ აქ ვართ პოლიტიკურ პროცესში და გვინდა რომ პოლიტიკური პროცესი განვითარდეს ამ ქვეყანაში დემოკრატიული და დიახაც თვით თავს პოლიტიკოსებოდა. ბიძინა ივანიშვილი რგულად რო ვთქვათ, არის ძალიან შორს პოლიტიკისგან და მან ის გზა აირჩია, რომელზედაც კონკურენტი მას არ ეყოლება არასოდეს და ეს გზა არის კრიმინალური, ეს გზა არის მაფიოზური და ეს გზა არის მომხეჭველებითი, ხახდო. ამ ადამიანს დროა გავიგოთ, რომ არაფერი არ აინტერესებს, რაც კი არის დაკავშირებული ქართულ პოლიტიკასთან, ხახდო. გარდა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას უყურებს როგორც მაპატიეთ და მეწმელ ძროხას. უყურებს როგორც ბეღელს, საიდანაც კიდევ უფრო მეტ ფულს იშოვის და ყველა ის ადამიანი, ყველა ის ჯგუფი, ყველა ის ერთობა, რომელიც მის ამ ბოროტ ზრახვებში ერისთვის ბოროტ ზრახვებში, თორე მისთვის ძალიან სასიამოვნო, ასე ვთქვათ, ცდილობებში იქნება ხელის შემშლელი, მას ერთადერთი გამოსავალი აქვს და სურვილი, რომ გაანადგუროს, მარტივად გაანადგუროს, ზოგი ციხეში ჩაყრით, ზოგი უბრალოდ განეიტრალებით და კიდე კაცმა არ იცის, რაზე არის ეს ადამიანი წავსვლელი. ამიტომ, როდესაც მეკითხებიან, იცით, ოპოზიციურმა პარტიებმა რა გადაწყვეტილებები მიიღონ, რას დაუპირისპირებთ, ჩავარდება ისა თუ ის ინიციატივა, დავა თუ არა ეს კანონპროექტი, მიიღებს თუ არა ხელისუფლება ამ კანონპროექტს. არა, ხახდო, ეს არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ეხლა. მნიშვნელოვანი არის უფრო დიდი რამ და ფართო სურათში უნდა დავინახოთ. ამ მოძალადე ხელისუფალების მართვის სადავეები და ჩამოშორება. ამის შემდეგ დემოკრატიული ძალების მიერ ხალხთან ერთად და ამის შემდეგ ბევრი პრობლემა ერთი თავისთავად ძალიან მალე მოგვარდება, თუმცა რა თქმა უნდა ამის შემდეგ მუხჩაუხრე შრომა იქნება საჭირო. ეს ადამიანი, მოდით, არ მოვერიდები რა, თუ მიეცემა ამ ადამიანს შესაძლებლობა, ეს ადამიანი არასოდეს არ წავა. არასოდეს არ წავა. იქნება ხვალ, ზეკ, მასზე 10 წლის შემდეგ, 20 წლის შემდეგ. ეს სურვილი აქვს მას. არ აინტერესებს. ამიტომაც ვკითხეთ, ბატონო ნიკა, რა უნდა ხნას ოპოზიციამ, რაზე შეთანხმდით, რომ ოპოზიცია ჩვენ წაიკითხეთ განცხადება, ოპოზიცია არის ერთსულოვანი იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც გულისხმობს უპირობო მხარდაჭერას 8 მარტის შეთანხმებისა. უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება. რომ არ შესრულდეს, სწორედ ეს არის კითხვა. დიახაც, როგორ შესრულდება და შესრულდება მთავარი, სწორედ მინდა გაგებული იყო, შესრულდება მთავარი ხალხის ნება აღსრულდება. ეს კანონპროექტი, საკონსტიტუციო ცვლილებები ხორცს შეისხავს თუ არ შეისხავს. არ არის მნიშვნელოვანი ახლა. აბა რა არის მნიშვნელოვანი, ბატონო ნიკა? რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დაუახლოვდება პროპორციულ სისტემას, იქნება მიღებული მას შემდეგ, თუ მან არ მიიღო ახლა ერთ თვეში, როდესაც კენჭის ხაზზე დაახლოვდა დააყენოს, მის შემდეგ, როდესაც აი ამ მილიარდერ ადამიანს, რომელიც მოასდა საქართველოს, ჩამოვაშორებთ, ხახდო? როგორ ბატონო ნიკა, ეს არის თავი კითხვა, როგორ? თქვენ არ გეძლევათ დემოკრატიული არჩევნების საშუალება?
არა, დემოკრატიული არჩევნების გზით წავა და თუ დემოკრატიულ არჩევნებს ეს ადამიანი არ ჩაატარებს და თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობას არ მიცემს, იგი დაუპირისპირდება არა მხოლოდ ქართულ ერს და საერთოდ რა მოსატანია ოპოზიცია, ეხლა ამ შემთხვევაში დამკვეთე არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, ხახტო. გამორიცხულია ამ ადამიანს აქვს ეხლა რაღაცა წარმოდგენა რომ შესაძლებელია რაღაცა ზარი შეიტანოს ოპოზიციაში. არა, ოპოზიცია არის ერთსულოვანი და იქნება მტკიცე მოთხოვნაში. რა სისტემაც არ უნდა იყოს არჩევნების დღეს და რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, აუცილებლად დამატება. თუ დაუპირისპირდა ქართულ ერსაც და მთელ საერთაშორისო საზოგადოებასაც, იქნებ მისი მიზანიც სწორედ ეს არის. ყოველ შემთხვევაში თუ ოპოზიციის რიტორიკას გავითვალისწინებთ ივანიშვილი ცდილობს აგვაბრუნოს რუსულ ორბიტაზე, ამას ამბობთ თქვენ ყოველთვის და იქნებ სწორედ ეს არის მიზანი. არა, ის არის მიზან დაკარგული ადამიანი, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ ქალბატონო თვიან უყურეთ ამ ადამიანს როგორც პოლიტიკოს, ხახტო, არის მილიარდელი შაქო კალაშოვი, ჩვეულებრივი. უყურეთ და მოაფასეთ პოლიტიკური კატეგორიებით. შაქო კალაშოვია, რომელიც თulis რომ თუ ძალა მის ხარეს არის, მას გაუვა, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაანლაშა ნამეტანი და საკუთარ ასე ვთქვათ, ყორეს ძალიან დიდი ქვა გამოაცალა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებასაც დაუპირისპირდა და რაღაცა როყიო განცხადებებით პასუხსემენ ხან სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ხან ევროპარლამენტის და ასე შემდეგ. ეს არის ბოლო, ხახტო. ეს არ ემართება საღი აზრის მატარებელ ადამიანს. ეს ადამიანი არის პანიკურად, ასე ვთქვათ, რაღაცა პანიკურ სპირალში შემძვრალი, რომელიც ხელებს უბაკუნებს ეტყობა მაგიდაზე იმ თავის თანამდებობის პირებს და მე ეს თანამდებობის პირები გამოდიან და აკეთებენ იმ განცხადებას, რომელიც გაკეთებას მათ არ სურთ. ხო და ბიზინა ივანიშვილი მე აქედან ამოვდივარ რა ხახტო. მე პირადად ნიკა მელია პოლიტიკოსი არა ვარ უმცირესობაში და აბსოლუტურ უმცირესობაში და ოპოზიციურ ველზე ვარ დაწუნებული, რომ ბიზინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, ბიზინა ივანიშვილი არის კრიმინალი. ბიზინა ივანიშვილი არის კლასიკური ხახტო მაფიოზი. თუ ვინმე მარიცის დეფინიცია მაფიოზის და გვინდა რომ გავაგებიოთ რას ნიშნავს ვინ არის, რას აკეთებს, ხო, როგორ იქცევა. აი კლასიკური მაგალითი გვყავს თანამედროვეობაში და ასეთ შემთხვევაში ხახტო მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი, ვაიმე ბიზინა ივანიშვილი ამ საკონსტიტუციო ცვლილებას ჩააგდეს თუ არ ჩააგდებს, ამაზე საუბარი მე სტარი მგონია. უნდა ბიზინა ივანიშვილი ძალიან კარგად იცოდეს, მიიღებ იქნება ძალიან კარგი შენთვისვე და არ მიიღებ და იქნება ძალიან ცუდი შენთვისვე. იმიტომ რომ შედეგი ყველა ვარიანტში იქნება თქვენთვის, ანუ ბიზინა ივანიშვილისთვის მიუღებელი. რუბიკონი გადალახული არის, ხა? არ არსებობს შეუცვლელადია პროცესი 2020 წლის ბოლოს გამარჯვების დროშას ეს ფარცხალაძე, შოთაძე, თადუმაძე, ასე ვთქვათ და ვინ იყავს კიდე ადამიანები, ხო? ვერ აფრიალებენ გამარჯვების დროშას. ქართველი ხალხის თავებზე გარდიგარდმა ვეღარ გადაივლია. ამიტომ მე ამოდივარ იქიდან რომ ეს ადამიანი არ ატარებს არჩევნებს. გამოწვევა მიღებული უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანი 5 თვე დაგვჭა, ხო? ამ ადამიანმა უნდა იცოდეს რომ მართლაც უკან დასახები გზები არ არის, აი ჩავხერგეთ, არ ხელი ხელს ჩავკიდებთ და ყველა დემოკრატიული მეთოდები დაუსრულებთ. ავტორია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითაც მათ შორის, რა თქმა უნდა, ბოლომდე გავალთ, ფინიშის სწორად აი ღირს 9 ტყავის ასე ვთქვათ გამოცვლაც კი ღირს და გადატყავებაც კი ღირს იმისათვის რომ ამ ქვეყანას მომავალი შევუნარჩუნოთ. ჩვენ ახლა გვაქვს რა ბრძოლა ამ ქვეყნისთვის მომავლის შესანარჩუნებელი ბრძოლა გვაქვს რომ შანსი შევუნარჩუნოთ განვითარებისა რომელიც წარქმეულია ეს არის და ეს გასაგებია ბატონიკა, ბოლო კითხვა მაქვს, როგორ ფიქრობთ, პოლიტიკოსისთვის უფრო ადვილია გადააგდოს თავისი პარტნიორი, თუნდაც მოწინააღმდეგე თუ მაფიოზისთვის, კრიმინალისთვის? პოლიტიკოსისთვის უფრო ადვილია რომ თუ მაფიოზისთვის და კრიმინალისთვის. ანუ გადაგდება ვისთვის უფრო ადვილია, მაფიოზისთვის თუ კრიმინალისთვის და თუ პოლიტიკოსისთვის? არა, გადაგდება გულისხმობ პოლიტიკური პირობის არ შესრულებას. დიახ, რა თქმა უნდა, მე
რა თქმა უნდა, მაფიოზისთვის ხახნო ეს უყურებს ამ კატეგორიებით, ამ გაზომილებაში, ამ პრიზაში აფასებს პროცესებს, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის, რომ თუ ასე არ მოიქცევა და საკუთარი თანაგუნდელობის წინაშეც არ წარსდგება ხელოვნურად რაღაცა დაწმუნებული ადამიანი, თითქოს მას არ აინტერესებს ვიღაცისთვის ანგარიშის გაწევა და პირიქით იგი წარმოჩინდება რეალობის შესაბამის ადამიანად, ანუ იქნება წელში მოკაკული, იქნება თუ რეალობა თვალს გასწორებული და შეწუხებული, ხო? შემოეცლება მას ყველა ამბსონი, ხახნო? რა თქმა უნდა, ეს ხო ეხა არ მინდა სიტყვა მონა გამოვიყენო, მაგრამ ნუ დაქვემდებარებაში, ბრმა მორჩილებაში მყოფ ადამიანებს რა ახასიათებთ? ხო, როდესაც ისინი წრომუნდებიან, რომ საკუთარი, ასე ვთქვათ, არ ვიცი, ფეოდალი ბატონი არის უკვე სუსტი, აღარ აინტერესებთ, ხახნო, ის ადამიანი. ეს ერთი და მეორე, ძალიან ბევრი ადამიანს ბიძინა ივანიშვილის გარშემო, ბიძინა ივანიშვილის კი არ აინტერესებს. აინტერესებს, რომ მისი მმართველობის პირობებში ფული იშოვოს. რასაც აკეთებენ, ანუ ცოტა ადამიანი დღეს ამ ქვეყანაში შოულობს ბევრ ბევრი ადამიანის ხარჯზე. ამიტომ მაფიოს საკუთარ მეთოდებს გავუჭრით ძალით ქართველი ერისა და დიდი მადლობა, გასაგებია თქვენ დასამუქებელია. ვითომ ვიღაცისთვის არის დევერხანა დიდი ქართული ოცნება, პარტია მილიარდები, ხო? ფუჭად შერჩება ეს თავისი მილიარდები ერთი გუგულის ხმას რო გაიგებს ამ ქვეყანაში. თუ წაუწდა მას ხელი და თუ ხელი აღმართა ქართულ ერზე, ვერ გაასწრებს აქედან გამორიცხული ამბავი არის. იმიტომ რომ ეს ნება ახსრულდება ისევე როგორც ისტორიულად ახსრულებულა და გამონაკლისი ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილი, ხახო? სოფლიო პოლიტიკაში და მithumetes ქვეყანაში, სადაც სიამაყე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ერის და ღირსება უფრო მნიშვნელოვანია. დღეს ვიდრე რომელიმე ფაქტი აღებული ცვლილება მათ შორის საკონსტიტუციო